მშვიდობა, სტაბილურობა და ეროვნული ინტერესები საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საერთო ხედვა ასე წარადგინა. პეტერ პელეგრინი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და რეგიონის სტაბილიზაციაში ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლიც აღნიშნა. პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც გაიმართა. ვიზიტის შესახებ მეგინ არსავიძე ბრატისლავიდან მეტი ინფორმაციით. საქართველოსა და სლოვაკეთის ღირებულებები, რომ თანხვედრაშია, ეს დღეს კიდევ ერთხელ ნაცვლად გამოჩნდა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკას, არამედ საგარეო პოლიტიკას და ამ მხრივაც მიდგომებს და პოზიციებს. ყველაფერი ეს კი აერთიანებს სწორედ ეროვნული ღირებულებების დაცვას, მშვიდობის უზრუნველყოფას და გამოწვევების წინაშე დიპლომატიის გამოყენებას. ასევე ღირებულებების თანხვედრის გარდა ორ ქვეყანას აქვს მჭიდრო ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით. იქნება ეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები თუ მაგალითად განათლების სფერო. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს დღევანდელ შეხვედრებზე მხარეებმა და თანხმდებიან, რომ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი მაღალი დონის ვიზიტები, როგორიც მაგალითად საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტია სლოვაკეთში, რომელმაც დღეს სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი საქართველოში მოიწვია. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი კი სლოვაკეთში ხვალ სრულდება. ორი ქვეყანა საერთო ღირებულებებითა და ფასეულობებით მზად არის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო განავითაროს. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთში ვიზიტი კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს. განიხილეს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მათ შორის ტურიზმი და განათლება. სლოვაკეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო ძალისხმევაზე. მხარეები თანხმდებიან, რომ გამოსავალი დიპლომატიაშია. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა, რომ აგვეხსნა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ როგორი ზეწოლა ხორციელდებოდა საქართველოზე, რომ ის ჩართულიყო ამ პროცესებში, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაეგზავნა, პირდაპირ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვას, რასაც პრინციპულად დაუდგა ჩვენი ხალხი და ხელისუფლება და პრინციპში შედეგში აისახა ეს ყველაფერი, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ამ პრინციპულ პოზიციას სამშვიდობო მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად გამრავლდება იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც ამ პრინციპებს დაიცავს. მივესალმებით კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და საქართველოს თამაშობს ძირითად როლს სტაბილიზაციის პროცესში ამ რეგიონში. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული პოზიცია ამ მარშრუტზე აზიასა და ევროპას შორის, ტრანსპორტის სფეროში, ასევე ენერგომატარებლების იმპორტზე მსოფლიოს ამ ნაწილიდან. საქართველოს აქ ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მიმდინარე სიტუაციის თვალსაზრისით დიპლომატიის გარეშე ეს კონფლიქტი ვერ დამთავრდება სამხედრო გზით და ეს გაანადგურებს უკრაინას. ჩვენ შევაფასეთ კონფლიქტი შუა აღმოსავლეთში, ირანში. კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს, რომელსაც უდიდესი ზეგავლენა აქვს გლობალურ ეკონომიკაზე. კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს აქტუალური იყო, ეხებოდა ევროკავშირთან ურთიერთობას. სლოვაკეთი გაერთიანების გაფართოებას მხარს უჭერს. ევროკავშირში გაწევრების სურვილს კი ქვეყნების სუვერენულ უფლებად მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა ნამდვილ ევროპულ ღირებულებებზე ილაპარაკა, რომელსაც მისი თქმით ევროპელი ბიუროკრატები დაშორდნენ. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს პატივს სცემენ. ევროპული ბიუროკრატია ხშირად უშვებს შეცდომებს ჩვენთან მიმართებაში. საქართველოს ერთგულია ამ ღირებულებების და ჩვენთვის სამაგალითოა ქვეყანა სლოვაკეთი, რომელიც ამ პრინციპებს იცავს. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენ დიდი სურვილი გაქვთ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა უნდა იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები, სუვერენიტეტი, სამართლიანობის პრინციპი. კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის ყოველთვის მზათა ვართ. ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი საერთაშორისო პოლიტიკაში გახლავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა. არიან ქვეყნები, რომლებიც გამოხატავენ სურვილს ევროკავშირში წევრობაზე და ისინი მუშაობენ რეფორმებზე, რათა კრიტერიუმები დააკმაყოფილონ. მეორეს მხრივ გაფართოება რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რომ ეს არის სუვერენული გადაწყვეტილება ნებისმიერი ქვეყნის, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები და ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ დაინახავს თავის ევროპულ პერსპექტივას.
საქართველოს პრეზიდენტს სამუშაო სადილზე უმასპინძლა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ. მიხეილ ყაველაშვილი ასევე შეხვდა ვიცე-პრემიერს. დელეგაციის წევრების განმარტებით დადასტურდა, რომ სლოვაკეთი ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს და მიუღებელია შერჩევითი მიდგომა. სლოვაკეთი ერთ-ერთი ყველაზე ხურვალი და დიდი მხარდაჭერია საქართველოსი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მეგობრული ბიზნეს კლიმატი და ის შეთავაზებები, რაც აქვს საქართველოს მთავრობას რომ გაზარდოს ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ინტერესი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში ბიზნეს დელეგაცია. სლოვაკეთი იზიარებს ჩვენს პოზიციას, რომ საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რომ საქართველოს მიმართ არის ორმაგი სტანდარტები. ასევე საუბარი ჰქონდა ვიზიტების გაცვლაზე და უახლოეს მომავალში შედგება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სლოვაკეთში. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გვირგვინით შეამკო თავისუფლების კარიბჭის მემორიალი. მიხეილ ყაველაშვილმა ბრატისლავაში დევინის ციხესიმაგრე და ძველი ქალაქის ისტორიული ნაწილიც დაათვალიერა, რომელიც საქართველოს დროშის ფერებში განათდა. დღის ბოლოს კი საქართველოს დელეგაციას წმინდა მარტინის ტაძრის წინამძღვარმა უმასპინძლა. ბაზილიკურ ტაძარშია დასვენებული ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქის წმინდა იოანე მოწყალის წმინდა ნაწილები.